გუნდები დიდხანს ინარჩუნებენ ხოლმე არაეფექტურ ლიდერებს. ასეთი მწვავე განცხადება იყო. ძალიან საინტერესო. რაში ჭირდებათ რომ ინარჩუნებენ? არის რაღაც მიჯაჭულობები არსებობს გუნდებში. ჩვენ ვართ ესეთი კულტურა, თქვათ ამერიკულისგან განსხვავება, ერთ-ერთი დიდი სხვა შორის. ჩემთვის იყო ეს ერთ-ერთი კულტურული შოკი მენეჯმენტთან მიმართებით, როცა ვნახე რა ადვილად მოდი ბოდიშს მოხდით ვიტყვი დაიქნიეს საკმაო რეპუტაციის მქონე ადამიანი, საკმაო ძალიან დიდი პროექტის ხელმძღვანელობისგან. ხო, საქართველოს ძალიან ძნელი წარმოსადგენია ალბათ ეგეთი რამე. ხო, საქართველოში ალბათ ან არაკეთებენ ამას ბოლო მომენტამდე, ან პირდაპირ აპატიმრებენ ალბათ. ხო და ეს არის ტრაგიკული რაღაც ისეთი მოვლენა. ხო, ტრაგიკული მოვლენა. არა და იცით, მოდი ესე ვთქვათ, თუ გუნდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. აი გვირჩევენ რომ ტოქსიკური, არაერთგული პასუხისმგებლობით იოლად მოპამპულავე ადამიანების დიდხანს ფერება და შენარჩუნება უპასუხისმგებლობა. არა თუ არ ღირს უპასუხისმგებლობა. არასწორია უბრალოდ რა.